უფლებული სოლიდარობა მინდა გამოვხატო რეჟიმის თქვენ მასწავლებელ ნინო დათაშვილის მიმართ სოლიდარობა! ნინო დათაშვილის პატიმრობა არის თავისთავად უკვე უსამართლობის გაუგონარიზეობა ამ უსამართლო რეჟიმის პირობებშიც ადამიანი რომელიც თავად გახდა ძალადობის სხვეპლი უკვე თვეებია უსამართლო პატიმრობაშია და დღეს მაშინ როცა ვიგებთ რომ ნინოს ჯანმრთელობის პრობლემები გაურთულდა მას აქვს მთელი რიგი სირთულეები რეჟიმის სასამართლომ არ გაითვალისწინა არანაირი გარემოება ის კვლავ დაეტოვა წინასწარ პატიმრობაში რაც კიდევ ერთხელ ამხელს რომ მათთვის ადამიანი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს დამხობა რეჟიმს თავისუფლება ყველა ტყვეს სოლიდარობა ყველა რეჟიმის ტყვეს ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველასთვის ცნობილია რომ ხვალ დაიგეგმა სოლიდარობის აქცია რეჟიმის ყველა ტყვის მიმართ და განსაკუთრებით რეჟიმის სამი ტყვის მიმართ რუსეთის მოქალაქეების მიმართ რომლის მიმართაც განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა რეჟიმმა ესენი არიან ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული სოლიდარობის ნიშნად ხვალ 7 საათზე უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია ეს აქცია ერთი მხრივ ამხელს ცრუ მოწმეებს თარჯიმნებს რომლებმაც დიდი როლი შეიტანეს საქმის შეკერვაში და კიდევ ერთხელ გამოხატავს უწყვეტ სოლიდარობას რეჟიმის ყველა ტყვის მიმართ და განსაკუთრებით ამ სამი ტყვის მიმართ რომლის მიმართაც განსაკუთრებული სისასტიკეა და ჩვენი ვალია მათ მიმართ სოლიდარობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ სოლიდარობა ყველა რეჟიმის ტყვეს ხვალ 7 საათზე ყველას გელოდებით აუცილებლად მივახცევთ სამართლიანობას აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე მივახცევთ სამართლიანობას ყველა რეჟიმის ტყვის გათავისუფლებას სამართლიანობას და თანასწორობას ამ ქვეყანაში გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება. მადლობა.